მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News. გაიფიცე საქართველოსთვის საყოველთაო გამაფრთხილებელ აქციას დღეს ახალციხიდანაც შეუერთდნენ. მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე გააპროტესტეს ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ქართული ოცნების წევრების თავდასხმა. ჟურნალისტისთვის არასდროს არ იყო განხილული გარემო, მაგრამ ეს ფაქტი დაშინების ძალადობის ფაქტი ეს არ ყოფილა ამდენი წლიანი მმართველობის პერიოდში, მithumetes რომ მე ამ პროფესიაში ვარ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, მართალია ბოლოვადი არჩევის დროს დავიწყე მუშაობა და მაშინაც ძალიან მძიმე იყო ვითარება ქვეყანაში, მაგრამ ახამდე სიტუაცია მაშინაც არ იყო. უფრო მეტი ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ ამ გადასახედიდან მე მგონი ყველაზე უფრო ხანი ჟურნალისტიკისთვის უცხოეთის პერიოდი იყო, როდესაც ერთის მხრივ შენ თავმომად ამბობდი იმას, რასაც ხედავდი და მეორეს მხრივ საზოგადოებაც იყო შენი ხარჯები და ასე ორად გაყოფილი არ იყო აუდიტორია, ასე ორად დაპირისპირებული არ იყო საზოგადოება და შენი მოვალეობის შესრულების დროს გარანტირებულად იცოდი, რომ თუ ხელისუფლება თავს დაგესხმებოდა საზოგადოება აუცილებლად ხარს დაგიჭირდა. ჩვენ ვიცავთ ახლა დემოკრატიულ ღირებულებებს, ქართველი ხალხი არ არის ესე ადვილად გასატეხი, რომ გონიათ, რომ შესაძლებელია ის ყველაფერი, რაც ჩვენ მოიპოვეთ 50 წლის განმავლობაში, უდიდეს შესაძლებლად და ორ კვირაში გაიკარგოს. მეორეც, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ჟურნალისტებს. საერთოდ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ომების დროსაც კი ჟურნალისტებს ხელს არ ახლებდნენ, რომ იქ დაიფიქსირებინათ რაღაც ფაქტები და რაღაცა საშინელება ხდება, მაგრამ ნადირობა არის ჟურნალისტებზე გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანი ყველა უნდა გააპროტესტოს, ხო წესი და მესამე რაც თავარია, ჩვენ გვიდა რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ის დემოკრატიის რელსებზე, ისევ დაბრუნდეს შინ ევროპაში და ხალხმა მართოს ქვეყანაში. ადამიანებმა, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს იგივე დემოკრატიული ღირებულებები, ზოგადად ადამიანური ღირებულებები და რატომ გონია ზოგიერთ რომ დემოკრატიაში არ შეიძლება დავიცვათ ეს ღირებულებები და დიქტატურაში უნდა დავიცვათ, აი ამას უნდა გასცენ პასუხი აუცილებლად და მე ვისურვებდი რომ თელმა მოსახლეობამ გაიგოს რომ მართლაც ეს ვარ კრიტიკულ ზღვარზე. ან უნდა დავიღუპოთ, ან უნდა გავიღოთ. ის რასაც ვამბობთ, მაშინ როცა რუსული კანონი დაანონსა გამოწნება, რეალურად უკვე ყველაფერი ხდება. ქუჩაში ვიდგამენ, ვიკერენ, ვაპატიმრებენ. მუშინ ხამით ჩვენს თანამშრომელს შესაბამისად საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელს ზვიად ქორიძეს დაესხნენ თავს სასწავლოში და წინა დღეს რეალურად წინა დღეს მზია ამაღლობელი გამოკეტეს ციხეში. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩემთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვყვებოდით მაშინ როცა რუსულ კანონს აანონსებდა ქართული ოცნება იმის შესახებ, რომ მივდიოდით რუსეთისკენ, რომ რა იქნებოდა ბოლო ამ ყველაფრის, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ახლა უკვე სახეზია. მზია ამაღლობელი არის ციხეში, რა ვიცი, ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ჩვენ დღეს დავდექით აქ იმისთვის, იმ 3 საათის განმავლობაში, რა დროითაც გაფიცვა იყო დაანონსებული, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რომ არ შევეღუებით იმას, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში და მე ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ აქამდე მოტანილი საქართველო დავუშვათ დღეს საქართველოში მაცხოვრებლებმა და არა მხოლოდ ქართველებმა, რომ დავუთმოთ რუსეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბათუმში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ამბების დირექტორი გელა მთიულიშვილი ავრცელებს. როგორც ქორიძე აჭარა თაიმზს უყვება ქართული ოცნების წევრები, მათ შორის დიმიტრი სამხარაძე. სასტუმრო შერატონში მასთან მივიდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე მაგიდასთან აქ იყვნენ ადამიანები,
რომლებიც სვამდნენ და დავინახე რომ აი აქ პირდაპირ როიალთან მოვიდა თავის თანხმობ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე, მე მივიდა იმ მაგიდასთან, მე იქიდან წამოვიდა ჩემთან და მითხრა რომ მე გიცნობ ხარ ზვიად ქორიძე და დაიწყო გინება ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია, წავიდა, აი მივიდა იმ კარებთან, ბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა უკან, მოვიდა ხა რა თქვი ბიჭო შენ ოცნებაზე, ვის აგინებს შე და რა თქვი რა ქოცები რა ოცნება და დაიწყო გინება, დაიწყო აი ამ სავარძელზე ფეხის რტმა, დაიწყო და უცბად დავინახე რომ ყველა იმ მაგიდიდან აიშანენ ადამიანები და ახლობით 10-12 კაცი იქნებოდა, ახლა მაგის თვლა არ დამიწყია და დაიძნენ ჩემსკენ, მე როდესაც მივედი, მიუახლოვდი უკვე ლობის მაგიდას და დაცვას ვთხოვე, დახმარება დაცვა გამოვარდა, კი დროულად მოახერხეს ის რომ შეეცადნენ რომ ისინი გაეცილებიათ ჩემგან, იყო მუქარა, იყო გინება და ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო ერთი ეს მცდელობა რომ ესროლეს რაღაც ნივთი მომარტყეს, რომელთაც ეს სათვალე გატყდა და აი აქ მაქვს ეს დაზიანება და მეორე აი მაჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თვითონ ასე გამომეცნაურა მანამდე გიორგი მანველიძე, აიღო რაღაც ხილა, რომელშიც მიწა იყო, რჩება ყვავილიც იყო, მესროლა, არ ვიცი, ამაც წინა საგანგებოდ თუ უბრალოდ ამაცილა, ვერ მომარტყა, მოხვდა იმ ლობის მაგიდას და დაიმსხვრა ის ხილა, გაიყარა მიწა. ამის მერე დაცვამ გამიყვანა მე უკვე, ისმოდა მუქარა რომ ეს სასტუმროში არ გააჩეროთ, თორემ მაგას აქ არ გავახარებთ და ავედი სასტუმროში. ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ რამოდენიმე წუთში თავს დაესხნენ ყოფილი ქართული ოცნების წევრს და ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი გახარიას. ექიმების ინფორმაციით, გახარიას აქვს ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა. შემთხვევა ბათუმში სასტუმრო შერატონში მოხდა. გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრების განცხადებით, მათ ლიდერზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ორკესტრირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ზე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ზემოთ ხსენებული ორი შემთხვევის ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი და ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსზე თავდასხმა დაგმო. გავრცელებული განცხადების მიხედვით სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია უწყებას თავდამსხმელებთან და მის პარტიასთან და რა იყო შედეგი. გვინდოდა ეს კითხვა ლევან იოსელიანისთვის დაგვესვა, მაგრამ იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ინტერვიუ კონგრესმენ კოენთან ვრცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-g და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. Congressman, thank you so much for your time. კონგრესმენო, მადლობა დროის დათმობისთვის. ახალი მოწვევის კონგრესში ორი აქტია ინიცირებული საქართველოს შესახებ. რას ნიშნავს ეს აქტები ქვეყნისთვის და მისი მმართველი გუნდისთვის? ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით და ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართულ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს. ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა. ეს ივანიშვილის ხალხია. მას ქართული ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს. იქიდან, სადაც ფიქრობ მას სურს რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა. გვაქვს მეგობარი აქტი. პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართული ოფიციალური პირის მიმართ, ოცნების გუნდის მიმართ, რასაც მე კოშმარულ გუნდს ვუწოდებ. ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა.
ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან ურთიერთობას დაუბრუნდეს. იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა. მაგრამ ახლა ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით. გვაქვს კიდევ ერთი აქტი, რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყოს სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას. ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი. არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები ქართული ოცნების მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდათ ციხეებში არაადამიანური პირობები და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა. მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად მეგობარი აქტი ახალი მოწვევის კონგრესს განახლებული სახით უკვე წარედგინა, თუმცა რატომ ჩათვალეთ აუცილებლად არაღიარების აქტის ცალკე წარდგენაც? რა დამატებით შრესს ძენს ეს უკვე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ ზომებს? რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის როლს თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს და მისი სანქცირებისასაც თქვით, რომ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. თუმცა ჩვენ არ გვინახავს საქართველოს ხელისუფლების მოქმედი ოფიციალური პირების, მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის ლიდერების მიმართ ფინანსური სანქციები. რას ნიშნავს ან რა გზავნილია უშუალოდ ივანიშვილის სანქცირება? ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის მუშაობის მიწურულში ვართ და ვფიქრობ, მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი. მნიშვნელოვანი იყო მისის დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია. ისაა ტახტის უკანმდგომი ძალა. ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს, მანამ სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა. 12 days while he's still Secretary of State.